გამარჯობა. დღეს 3 იანვარი 2026 წელი. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი, თქვენ ხართ არხზე თავისუფალი ხალხისთვის. გილოცავთ ახალ წელს პირველ რიგში, კი 2025 წლის შემაჯამებულ ვიდეოში გითხარით, რომ დაახლოებით 12 იანვრამდე თავს არ შეგაწყენდით, თუმცა მსოფლიოში ისეთი ამბები ხდება, რომ გადასულ დღეს ერთი ვიდეო ჩამეწერა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ვენესუელაში განვითარებული მოვლენები და ასევე ირანში ხდება საკმაოდ საინტერესო პროცესები. ამ ორ თემაზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. ეს ფოტო ოფიციალურ დადასტურებას საჭიროებს, ამდენად რეალურია, თუმცა თუ კი გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მადურო დააკავეს და გაიტაცეს ამერიკულმა ძალებმა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის რეალურია. ყოველ შემთხვევაში, სულ ცოტა ხნის წინ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა წყვეტს სამხედრო ოპერაციებს ვენესუელას მიმართულებით, რადგან მიზნები მიღწეულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ვენესუელას 3 საათში სპეცოპერაცია დასრულებულია. ასეთი არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია მათთვის, ვინც გეგმავდა სხვა სამხედრო ოპერაციებს და არა ომებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ სად არის მსოფლიოში მეორე არმია და სად არის ამერიკის შეერთებული შტატები. მოკლედ რომ ვთქვათ, რა პრეისტორია ქონდა ამ ყველაფერს ვენესუელას სპეცოპერაციას, ზოგადად ამერიკა ვენესუელის ამ ურთიერთობებს და კონკრეტულად ამ სპეცოპერაციას ამაზე ეპიზოდის მეორე ნაწილში სამხედრო ექსპერტთან და საერთაშორისო მომხრეებთან გიორგი კობერძესთან ერთად ვისაუბრებ, თუმცა მანამდე უნდა ვთქვათ ის, რომ ვენესუელა იყო ის, ვინც აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკურდებოდეთ იქ მიმდინარე მოვლენებს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორ იმოქმედებს და რა ასე ვთქვათ, რიტორიკა ექნება ქართულ ოცნებას, რამდენად არის შანსი, რომ აი ეს აღიარება უკან წავაღებინოთ ახალი ხელისუფლების პირობებში. უნდა ითქვას, რომ ვენესუელაში სპეცოპერაცია გუშინ ღამე დაიწყო, თუმცა მანამდე ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით ამ ყველაფრისთვის. იყო საზღვაო ბლოკადა, ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა. აი ეს არის მარია კორინა მაჩადო, ის ვინც ასე ვთქვათ მოიაზრება ვენესუელის შემდეგ ლიდერად, მას არჩევნებში მონაწილეობა აკრძალული ჰქონდა მადუროს მხრიდან. უნდა აღენიშნოს ისიც, რომ ის რაც მოხდა ვენესუელაში ამერიკის და ვენესუელელი ხალხის ინტერესების თანხმედრა იყო. მადუროს დიდი ხანია ძალაუფლება უზურპირებული აქვს, ოპოზიცია პრაქტიკულად აკრძალულია. მარია კორინა მაჩადოს როგორც გითხარით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება აკრძალული ჰქონდა. თუმცა მადუროს რეჟიმი არ იყო აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. შემდეგ მოვიდა ტრამპი, ტრამპმა დაიწყო, ასე ვთქვათ, ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ტრამპი ამბობდა, რომ სწორედ ვენესუელიდან შემოდიოდა ნარკოტიკების ძირითადი მასა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მერე იყო საზღვაო გემების, ასე ვთქვათ, დაკავება და ბოლოს უკვე ჩატარდა სპეციალური სამხედრო ოპერაცია. მადურო დაკავებული არის, როგორც ტრამპმა თქვა. და როგორც გითხარით, დღეს მეორე ნახევარში გვექნება ეპიზოდის მეორე ნახევარში გვექნება ინტერვიუ გიორგი კობერძესთან და ის უფრო დეტალურად ისაუბრებს ამ ყველაფერზე. გარდა ამისა, დღევანდელ ეპიზოდში, როგორც გითხარით, ირანზე ვისაუბრებ. აი ეს არის რუკა, როგორც გამოიყურება პროტესტის მასშტაბი. დემონსტრანტები აიათოლების რეჟიმის დასრულებას ითხოვენ, ის მიშეძახილები დიდება შაჰს და მოდით პირდაპირ დავაანონსებ ინტერვიუს ბაკო ხელაძესთან, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა ირანისტია, ძალიან ხშირად ადის ირანში, მათ შორის გასულ წელს გაზაფხულზეც იმყოფებოდა, ძალიან კარგად შიგნით დაინცნობს სისტემას და ის მოგუყვება იმის შესახებ, თუ რა ხდება ირანში და ამის შემდეგ უკვე გვექნება კიდევ ერთი ინტერვიუ. ეს ინტერვიუ იქნება გიორგი კობერძესთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთან, სამხედრო ექსპერტთან, რომელიც უკვე უშუალოდ ვენესუელაზე ილაპარაკებს. ასე რომ დღევანდელი ეპიზოდი იქნება ორნაწილიანი, პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ირანზე, შემდეგ უკვე ვენესუელაზე. შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიუროთ კომენტარებში და როგორც დაკვირდით, ბაკო შემოგვიერთდა, ბაკო ხელაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირანზე სპეციალიზებული, ასე ვთქვათ და დავიწყოთ პირდაპირ, ასე ვთქვათ, რა ხდება დღეს ირანში. გამარჯობა, მადლობა რომ მომიწვიეთ. მოკლედ ახალ წელს პირველ რიგში. მეც გილოცავთ. ესე იგი, ირანში ისე გრძელდება ის, რაც დიდ ხნის წინ დაიწყო და ეხლა არის მისული აი გადამწყვეტ ფაზაში, ალბათ შეიძლება ითქვას ეგრე, იმიტომ რომ აი ფაქტობრივად მინდის ბრძოლა გადარჩენისთვის ორივე
მხრიდან. ერთის მხრივ ხალხი, რომელიც გამოსულია ქუჩაში უკვე არა თქვათ კეთილდღეობისთვის, ან თქვათ აი ეკონომიკური რაღაც რეფორმებისთვის, ან თუნდაც პოლიტიკური, არამედ აი ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძვიან, ელემენტარული სუფთა ჰაერის და წყლის პრობლემა განსაკუთრებით იდგა უკვე ამ წელს. ძალიან ბევრი იწერებოდა და მოკლედ საერთაშორისო ექსპერტებიდანაც იყო დასკვნები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომ ირანში საკმაოდ მწვავე წყლის კრიზისია და მთავრობა ცდილობდა რაღაც ზომები მიეღო, მაგრამ უკვე ძალიან რთულად არის საქმე და აღარ შველის ესე მარტივი ინტერვენციები. ჰაერის დაბინძურებაც კატასტროფულად არის ბოლო პერიოდში და მოკლედ ეს ყველაფერი დაემატა იმ ყველა პრობლემებს, რაც აქამდე იყო. ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და მოკლედ მივედით აი ამ ფაზამდე, გადამწყვეტ ფაზამდე. რაც შეეხება მთავრობას, მთავრობა ფაქტობრივად ისლამური რესპუბლიკის მესვეურები ასევე იცავენ თავიანთ თავს უკვე აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მოდი რაღაც რეფორმები გავატაროთ, მოდი ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შეიძლება იყოს ისლამური რესპუბლიკა დაახლოებით მომდენო 5 წელიწადში ან 10 წელიწადში, როგორ შეიძლება საერთოდ აი ამ ფორმატში, პოლიტიკურ ფორმატში გავაგრძელოთ ცხოვრება. აღარანაირი უკვე ფაქტობრივად შეთავაზება აღარ აქვს, რითაც შეიძლება ხალხს უთხრა და დააჯერონ, მოდი აი ჩვენ ისევ დავრჩებით ხელისუფლებაში, ან იყოს ისლამური სისტემა. ან ყველანაირი ესე იგი შეთავაზება ამოწურეს, ყველანაირი რესურსი ამოიწურა და ფაქტობრივად აი ხა გადასულები არიან თავდაცვით რეჟიმზე და უბრალოდ ცდილობენ რომ დაიცვან თავიანთი თავი. ისე ვთქვათ, დაუშვათ რომ აი გაიქცნენ ქვეყნიდან მაგალითად აი ასადივით, კი შეიძლება ვიღაცები წავიდნენ ქვეყნიდან, ვთქვათ, მაგრამ ეს იმხელა სისტემაა, იმდენი ადამიანია ამაში ჩართული, რომ ფიზიკურად ვერცად ვერ გაიქცევიან. ვიღაცებს აუცილებლად მოუწევს. ეს ბოლო გამოსვლები პრინციპში დაიწყო იმით, რომ თუ სწორად მივედავით ვაუყური, რომ ძალიან გაიქცა ვალუტის კურსი, პრაქტიკულად აღარ არსებობდა პირველადი მოხმარების საგნები, წვდომა აღარ იყო. თუმცა მე ნელ-ნელა გადაიზარდა და ჩვენ ნახეთ რაღაცა ვიდეოები, სადაც დიდება შახს ესეც ისმოდა, ხო? აი ამ პერსპექტივით რატომ გადატრანსფორმირდა ეს ერთი შეხედვით სოციალურ საკითხებზე დაწყებული ამბავი და რა პერსპექტივა აქვს პოლიტიკური ცვლილების? აი თუ დააკვირდებით ნებისმიერი აი ბოლო გამოსვლები 2017-ის, აი ზუსტად 2017-ის იგივე პერიოდი იყო, მაშინაც დეკემბრის ბოლო, ახალი წლის წინადღეები და მე გაგრძელდა 2018-ში. აი ნებისმიერი გამოსვლები, რაც ბოლო წლებში იყო, ყველა საბოლოოდ იზრდებოდა ხოლმე, რომ შევცვალოთ ისლამური რესპუბლიკა და გავამარჯვოს შაჰს, ან გავამარჯვოს, მოკლედ, ყოველ შემთხვევაში, ან ყოველთვის ხდებოდა ანტისამთავრობო. ეს ყველაფერი გამოწვეული არის აი იმედგაცრუებების გამო, რაც საზოგადოებაში არის დაგროვილი და მათ შორის რელიგიურ ნაწილში, ანუ ისე არ არის, რომ კონსერვატორული ირანული ნაწილი უჭერს მხარს ისლამური რესპუბლიკის გაგრძელებას, არა, ანუ საკმაოდ დიდი ნაწილი არის უკვე ამ თვითონ ერთდროს მომხრეებში, რომლებიც უკვე ამბობენ, რომ აღარ შეიძლება ესე გაგრძელება. კი ბატონო, კარგია ისლამი, გვინდა ისლამური რესპუბლიკა, გვინდა ისლამურ ყაიდაზე ცხოვრება, მაგრამ ეს რაც ახლა ხდება, არ არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა 45 წლის წინ, როცა რევოლუციას ვაწყობდით. მოკლედ რომ ვთქვათ, აი ეს უკმაყოფილება უკვე ყველა ფენაშია, ყველა გემოვნების ადამიანში, როგორც ამ თავის დროზე შაჰის პერიოდში იყო, შაჰის ბოლო პერიოდი რო ავიღოთ, მაშინაც ზუსტად ესე იყო, რესპუბლიკელი იყო, ადამიანი ლიბერალი იყო, თუ ისლამისტი იყო, ყველა გაერთიანდა შაჰის წინააღმდეგ. ეხლა ზუსტად ასეთი სიტუაცია, ყველანაირი ამ ზღვარს, ყველანაირ წითელ ხაზს, ესე იგი მიწვდნენ და გადააბიჭეს ესე რომ ვთქვათ და ყველანაირი პოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალში შეიძლება რაღაცა მოხდეს, ფაქტობრივად აღარ არსებობს და ეკონომიკა რო ავიღოთ, ან ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად ეს რაღაც პოზიტიური მოლოდინები არსებობდეს მომავლისთვის და ამ დროს იწყებს ადამიანი რაღაცა ფულის დაგროვებას, ან თქვა ინვესტიციის გაკეთებას და ასე შემდეგ. რაც ეხმარება და ამოძრავებს ეკონომიკას. ირანში ეს აღარ ხდება უკვე ძალიან ბევრი წელია. და ეს რო დაეჭირათ ეს უკმაყოფილება წლების განმავლობაში იყო ესეთი სისტემა. იორანე იყო და იყო ნერხენიმა. რას ნიშნავს ახლა ეს? ნერხენიმა იყო ეგრეთ წოდებული პრიორიტეტული კურსი და ამ პრიორიტეტული კურსი დაახლოებით რომელიც რეალურ კურსთან შედარებით ბევრად გაცილებით დაბალი იყო, იმპორტიორებს აძლევდნენ აი ამ კურსში და
ხდებოდა რაღაც კონკრეტული საქონლის შემოტანა ქვეყანაში აი ამ უკვე დასუბსიდირებული ფულით. ანუ ფაქტობრივად სუბსიდირება კეთდებოდა, მაგრამ კეთდებოდა იმპორტიორების გავლით და არა თქვა ბაზრის ან თქვა შიგნით მოსახლეობის გავლით. ეს სისტემა უკვე რომ მივხვდნენ რომ აღარ მუშაობდა 2021 წელს როცა რაისი მოვიდა დაიწყეს ამის რეფორმირება. დაიწყეს ამის შეცვლა, გააუქმეს ეს და რაღაც ეს ნერხი ნიმა გადაიქცა ფაქტობრივად ანუ რაღაც თუ მანამდე იყო დაახლოებით ესე ვთქვათ 100-მდე დასახელების რაღაცა კონკრეტული პროდუქცია ან პროდუქტი ან რაღაც მომსახურება დაიყვანეს ძალიან საბაზისო დონემდე და ამასთან ერთად თუ იყო 4500 სიტყვაზე თუმანი ესე ვთქვათ ეს პრიორიტეტული კურსი გაზარდეს 5-ჯერ და ის თანხა რაც ვთქვათ ხდებოდა ეს სუბსიდირება იმპორტიორების ჯიბეში თქვენს რომ მოდი ეს აღარ გვინდა და გავზარდოთ იარანე ანუ დახმარება სოციალური დახმარება რამაც არ იმუშავა და ფაქტობრივად სადღაც 200 რავი 300%-ით გაიზარდა სხვადასხვა პირველადი მოხმარების ნივთებზე ან მომსახურებებზე ეს ფასები და მოკლედ აი ამ ყველაფერს დაემატა მე ის თქო ბენზინის ეს დიდი ამბოხი რაც მოხდა დაემატა ეს მაქსამინის დიდი გამოსვლები მე საერთოდ ომმა ყველაფერი ააყირავა და საბოლოო ჯამში მოვედით აქამდე დღეს ამ როცა აქამდე სად ვართ განან ბარიკადს იქეთ ბარიკადს აქეთ და ბრძოლა მიდის გადარჩენისთვის არის რაღაცა მოსახლეობის დიდი ნაწილი რომელიც უბრალოდ აი მართლა სულთა ჰაერისთვის და წყლისთვის იბრძვის რომ იარსებო აქ არ არის ლაპარაკი იმაზე რომ აი რაღაც თქვათ იგივე თუნდაც აი პირველადი მოხმარების საგნებზე ან პროდუქტებზე რაც თქვათ აი 2021 წელს იყო ეგ მათქემა უკვე ჩაიარა ასე თუ ისე ხალხი შეეგუა მაგას რომ აი აღარა გვაქვს ბევრ სიტყვაზე აი ბევრი ირანელი ვიცი იძახის რომ თვეებია გასული საერთოდ ან შეიძლება წლები იყოს გასული ხორცი არ უჭამე მაგალითად ან რაღაც მოკლედ რაც ჩვეულებრივ ქვეყნებში იცვლება ადამიანებისთვის ყოველდღიური რაციონის ნაწილად ბევრისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის თან კარგა ხანია მაგრამ აი ეხლა უკვე ან უბრალოდ აი ქვეყანაში სადაც ტემპერატურა ამის 60 გრადუსამდე ადის ზოგიერთ პროვინციებში აქ წყლის პრობლემა და ჰაერის პრობლემა უკვე აი მე მგონი ამის იქით აღარაფერი აღარ არსებობს ჩვენ ხედავთ იქ რამე ორგანიზებულ ჯგუფებს თუ ეს არის სტიქიური გამოსვლები მოსახლეობის ვინმე ლიდერი ადგილზე არსებობს ვინც კოორდინაციას უწევს ერთი შეხედვით თუ დავაკვირდებით არასდროს არ არსებობს აი ესე გამოკვეთილი რაღაც ლიდერი არ ყავს არასდროს თითქოს თავისი რობესპიერი არც აი ამ გამოსვლებს რაც ბოლო წლებში ხდება მაგრამ აშკარად ეთყობა ხარისხობრივად როგორ ვითარდება და როგორ იხვეწება გამოსვლის და პროტესტის და იგივე წინააღმდეგობის მეთოდები. ნაბიჯ რომ მიყვეთ, აი ისე 2017-დან რომ დავიწყოთ, იმიტომ რომ აი ერთი პროცესია, აშკარად ერთი პროცესია. ზუსტად აი მოკლედ აი მეთოდიკაც როგორ უნდა შეეწინააღმდეგონ, თქვა ყველაფერი უფრო და უფრო კარგად და ორგანიზებული ხდება. იგივე ჯგუფების ჩამოყალიბება, აი განსაკუთრებით ეთყობა და წინა გამოსვლებს. აქამდე ყოველთვის იყო რომ აი როცა კი გამოჩნდებოდა ეს ძალოვნები, მოსახლეობა უბრალოდ გარბოდა რაღაც წინა გამოსვლებში. უკვე აშკარა იყო რომ დამუშავებული სქემები ჰქონდათ, დამუშავებული რაღაც გეგმები იყო რაღაც ჯგუფები, რომლებიც ამ წინააღმდეგობას ქმნიდნენ. და ამას თვითონაც აღიარებდნენ. რეჟიმიც ამბობდა, რომ აი ესეთი რაღაცები იყო. ეხლა ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ალბათ რთული არის, იმიტომ რომ ძალიან ახალი დაწყებულია ასე თუ ისე და ბევრი რაღაცები ალბათ როცა დამთავრდება, მე დავაკვირდეთ, ვინც ვაკვირდებით ხოლმე ამ ამბებს და კიდე ბევრი რაღაცები გამოჩნდება. მაგრამ ან ქრონოლოგიურად რო გავყვეთ, აქამდე ნაბიჯ უფრო და უფრო მწვავე ხდება პროტესტი და უფრო კარგად მომზადებულები არიან. ვისი ორგანიზებული შეიძლება ეს იყოს, ანუ ცოტა კონსპირაციებში შევწავდეთ, შეიძლება ეს მოსადის ხელიერიოს აქ, ანუ ვინ შეიძლება იყოს ამისი ორგანიზატორი ასე ვთქვათ. მოსადი ისე მაგრად მუშაობს ირანის ტერიტორიაზე, ისე თავისუფლად მუშაობს ბოლო წლებია და იმდენი ოპერაციები გააკეთა, ალბათ მაგის დაორგანიზება ყველაზე ასე ვთქვათ შეიძლება მარტივი იყოს მაგათთვის. ვახსოვს მაგრამ ფიზიკოსების კვლევები არ გახმაურებულა, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევები იყო ბოლო პერიოდში, როცა თქვა მოსადმა რაღაც ესეთი ოპერაციები ჩაატარა. იგივე აი ჩემი იქ ყოფნის პერიოდში იყო შემთხვევა, როცა სამხედრო გაიტაცეს ირანის ტერიტორიაზე დაკითხეს, ვიდეო ჩაწერეს და ეგ ყველაფერი გაავრცელეს.
რაღაც სასწავლო ოპერაციებს ატარებენ და ეგ ხო არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბოლო პერიოდში გააკეთა ისრაელმა, აი კონფლიქტის დაწყებიდან პირველ პერიოდში. ფაქტობრივად გაანადგურა მთელი გენერალიტეტი, აი ეს რავი, საოცრებები გააკეთა. მე მგონი ეგეთი რაღაც მაგის ისტორიაში არავის გაუკეთებია. მაგის შესაბამისად, ეს მარტივია ალბათ მაგათთვის, რომ რაც პროტესტის ორგანიზება გააკეთა. აი ამ წინა სამხედრო ოპერაციის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ გენერალიტეტი პრაქტიკულად განადგურებული ყავს, რამდენად აქვს შანსი ახლა ამბობს, რომ გაიმარჯვოს, თან თუ გავითვალისწინებთ ტრამპის, ასე ვთქვათ, არაპროგნოზირებადობას და იმას, რომ მან თქვა, რომ თურქი ცეცხლსოლიერაგი იქნება გამოყენებული, მე მაშინ ჩვენ ჩავერევით. რამდენად მოსალოდნელია ჯერ ერთი რომ ჩაერიოს, მით უმეტეს ახლა იმის ფონზე, რაც ვენესუელაში ხდება და რამდენად აქვს შანსი მოკლედ ამბობს, რომ გაიმარჯვოს. ამბობს, მეგონი ყველაზე მეტი შანსი აქვს ეხლა რომ გაიმარჯვოს. ყოველთვის ისე ვიყავი სკეპტიკურად განწყობილი, ყოველთვის აი როცა რაღაც გამოსვლები იყო ხოლმე ირანში და ყოველთვის ვერ ვიდებოდი, რომ აი ესეთი თამამი განცხადებები გამეკეთებინა, მაგრამ თუ შევადარებთ წინა პერიოდებს, ეხლა ყველაზე მეტი შანსები აქვს ან საზოგადოებას მოკლედ ვინც ბარიკადის მეორე მხარეს დგას. ერთის მხრივ, აი ეგ თუნდაც რომ გენერალიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები განადგურდნენ, მეორეს მხრივ ის რომ იდეოლოგიურად ფაქტობრივად გამოქვიტული არის, ვეღარაფერს ვერ თავაზობს, ანუ პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს ფაქტობრივად ირანის ხელისუფლებას ეხლა, აი რატომ უნდა ამირჩიო, ან სიტყვაზე რატომ უნდა დავრჩი ხელისუფლებაში, ვერ ეუბნება. არანაირი მესიჯი არ აქვს. არის ძალიან ბევრი ჩავარდნები, არის ძალიან ბევრი უკვე ფუჭი დაპირებები და ნდობა არ არსებობს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ყველა პირობა არის იმისთვის შექმნილი, რომ აი ეს ბოლო წერტილამდე მივიდეს. რაც შეეხება ტრამპის განცხადებას, მე მგონი ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ეხლა ვინმე გააკეთოს, ეგ არის რაღაც გარედან ჩარევის, ანუ ღია ჩარევის მცდელობები. ვინც იცნობს ზოგადად ირანულ კულტურას, ირანულ ფსიქოტიპს, კარგად ესმის, რომ ირანელებს აქვთ ერთი ეგეთი თვისება. მე მგონი ძალიან გვანან მაგას ჩვენ ქართველებს. როცა საგარეო საფრთხე ჩნდება ხოლმე, საზოგადოება და ერი აკეთებს სრულ კონსოლიდაციას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვიზია იყო ნაწყენი, ან ვინ ქურთია სიტყვაზე, ვინ აზერია, ან ვინ ფარსია. როგორც კი რაღაც ინტერვენციის, რაღაც სამხედრო აგრესიის საფრთხე ჩნდება, ერი ერთიანდება. და მარტო მე არ ვამბობ, ხა აი ამ დღეებში ერთ-ერთი ალბათ ყველაზე გამოჩენილი ეს თქო, როკსტარი ვინც არის თქო, ირანის კვლევის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ვალი ნასრი, მაგან ზუსტად ეგ თქვა, რომ იქნებ აღარაფერი აღარ თქვასო ტრამპმა. იმიტომ რომ პირიქით საპირისპიროდ მოქმედებს ეს საზოგადოებაზე. მეც მეორე, ანუ როდესაც შენს თავზე 500 ტონიან ბომბებს ისვრიან და ამ დროს შენგან ელოდებიან იმას, რომ პროტესტზე იდგე, მე მგონი ალოგიკური არის და ანუ ისრაელმაც წინაზე ომის პერიოდში თუ გახსოვთ, ნეთანიაჰუ მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ გამოდით. და დაიწყეთ შეტევა სახელმწიფო შენობებზე და ასე შემდეგ. არავინ არ გამოვიდა. აი ზუსტად მაგორი მიზეზის გამო. ერთის მხრივ რომ რაღაცა სოლიდარობის განცდა ქონდა და სიამაყის განცდა აქვს, რომ როგორ ეხა ვიღაცამ გაუბედა ირანს და დაბომბა და მე ეგ მომენტი რომ შენ თავზე ეს თექს რა გამანადგურებლები უნდა ფიქროს ძალიან მაგარი ან ვიზი უნდა იყოს რომ დადგებარეთ. აი ეს მეორე ასპექტი რომ გამოვრიცხოთ, პრაქტიკულად გამოდის რომ ეს გარეთ ჩარევა იქნება მათ სასარგებლოდ, ხო? მათ მხარდასაჭერად ასე ვთქვათ და აი ეს ფაქტორი არ მოქმედებს? არა, მოკლედ აი არსებობს რაღაც ფსიქოტიპები, ან რავი. მე-19 საუკუნიდან სულ მაგაზე ლაპარაკობენ, აი ლებონი და ასე შემდეგ, რომ ყველა ერს ასე თუ ისე აქვს რაღაც თავისი აი ფსიქოტიპი, რომელიც აი ყარია რაღაც საუკუნების განმავლობაში ჩამოყალიბდა და მაგის შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ საზოგადოებაში არის ზუსტად აი ეს, აი რომ გადავახვილოთ ცოტა უკან, როცა ისლამური რესპუბლიკა ახალი შექმნილი იყო. აი ეს ერაყ-ირანის ომი, რომელიც ერთის მხრივ დამანგრეველი უნდა ყოფილიყო ირანისთვის და ეს ისე და მაშინ დაგსაქსული იყო ძალიან ირანის საზოგადოება, სხვადასხვა პარტიებად, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებად. იმის მაგივრად რომ აი ეს კოროზია კიდევ უფრო და ეროზია მოკლედ ერის დაიჩქარებინა პირიქით. კონსოლიდება მოხდა. ყველა გაერთიანდნენ ირანელები და ამი დაეხმარნენ ისლამურ რესპუბლიკას და გააძლიერეს. ეხლაც იგივეს გააკეთებენ თუ ანალოგიურად აი ესე ღია და პირდაპირ ჩაერევიან ამ ყველაფერში.
შეიძლება რაღაც რა თქმა უნდა ჩარევები იქნება გარეთ მხრიდან, მაგრამ თუ ვინმე სურს ალბათ არა ეს აფიშირებადი, ხო? არ დასრულდეს აიათოლების სასარგებლოდ, მაშინ არ უნდა გამოვიდეს და ეგეთი განცხადებები არ უნდა აკეთოს. ან პირდაპირ ეს ღია ინტერვენციებზე არ უნდა ილაპარაკოს. შეგახსენებთ, რომ ეპიზოდის მეორე ნახევარში ვენესუელაზე ვილაპარაკებთ, თუმცა ამამდე გავაგრძელებთ ირანზე საუბარი და ბაკო, ამ შემთხვევაში შაჰის ფაქტორზე მინდა კითხო, რა გავლენა შეიძლება მის მოწოდებებს ჰქონდეს, რამდენად პოპულარულია რეალურად შაჰი ირანში მოსახლეობას შორის, შენ ჩადიხარ ხოლმე იქ, გააქვს ადგილობრივებთან ურთიერთობა და რა განწყობებია ამ ხრივ ეგეც რომ მოგვიყვეთ. ზოგადად არც ესე პოპულარული ფიგურა არის შაჰის შვილი, მაგრამ თვითონ შაჰის ინსტიტუტი არის ძალიან პოპულარული. ირანს აქვს დაახლოებით 2500 წლიანი მონარქიის ისტორია და ფაქტობრივად თუ რაღაცა ისეთი შემოსევები არ იყო ხოლმე ისტორიულად, დიდი წვეტები არ იყო ხოლმე. ყოველთვის იყო რაღაცა სამეფო დინასტია. პირველად არის ახლა ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, როცა ეს მმართველობითი სისტემა არ არის მონარქისტული, ბოლო 45 წელია. და ხალხს აქვს ეს ნოსტალგია, რომ ისევ შაჰი ყავდეს, ისევ მონარქისტული იყოს ირანი და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა რო ვთქვა, რეზა ძალიან პოპულარულია, ალბათ უილი იქნება. თუმცა ის ფაქტორი, რომ ირანს არ აქვს სხვა პოლიტიკური მმართველობითი გამოცდილება, ფაქტობრივად უალტერნატივოს ხდის რეზას დაბრუნებას. არა იმიტომ რომ რეზა და ძალიან მაგარი მმართველი ან ხალხს უყვართ, არა იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გამოცდილება არ არსებობს. შესაბამისად, თუ ალბათ ვიმსჯელებთ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, აი თუ ისლამური რესპუბლიკა დასრულდება, ალბათ ხო, ისევ შაჰი დაბრუნდება, მაგრამ ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ეს იქნება რაღაც უფრო კონსტიტუციური მონარქია, რაღაც ჩარჩოში ჩამჯდარი და არა აბსოლუტური, როგორც ვთქვათ. მანამდე იყო. კარგი, მადლობა და აქ მინდა გთხოვო, რომ მათთვის ვინც შეიძლება კარგად არ იცნობდეს, მესმის რომ მოკლედ ეს ძნელია, მაგრამ აი ეს რევოლუციის ისტორიაც მოკლედ რომ მოუყვეთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ინტერნეტში ფოტოები გვაქვს ნანახი, როგორი იყო ირანი ამ ისლამურ რევოლუციამდე, ხო, იგივე შაჰის ბოლო პერიოდში რაღაცა ცოტა ნოსტალგიური ხდება ხოლმე, რომ აი ესეთი ქვეყანა როგორ დაანგრიეს, ასე ვთქვათ, მაგრამ მესმის რომ მოკლედ ეს რთულია, მაგრამ რაც შეიძლება მოკლედ რომ მოუყვეთ, რას მოყვა ეს რევოლუცია, თუ კი ასეთი კარგი იყო ცხოვრება და მე როგორ განვითარდა ეს ამბავი. ხო, ძირითადად ესეთი მეინსტრიმული ინფორმაცია რაც ვრცელდება სოციალ-მედიაში და მედიაშიც არის, რომ ჰიპერ რაღაც მოდერნული, ჰიპერ დასავლური, ჰიპერ განვითარებული ირანი, რაც ძალიან დიდი ტყუილი არის. რეალურად ირანული საზოგადოება მაშინ ბევრად უფრო კონსერვატორული იყო, ვიდრე დღეს არის. უბრალოდ აი მარტივ მაგალითს გეტყვით, თუ მაშინ ეს კონსერვატიზმი იყო კულტურიდან და თქვა ოჯახიდან ან გამაგრებული, დღეს არის კონსტიტუციით დაძალებული და ზუსტად ეს იწვევდა და იწვევს პროტესტს. მაგალითად, ყველაზე კარგი ილუსტრაცია ამისთვის არის აი ძველი ფილმები რო ნახოს, ვინმე 60-იანების, 70-იანის წლების ფილმები. სადაც თქვა ცდილობდნენ ირანელები, რომ რაღაც თამამის სცენებიც ყოფილი იყო, რაღაც, მაგრამ როცა აი ქუჩაში გადის კადრი და იღებს აი მაგალითად როგორი იყო თეირანი, როგორი იყო ისფაჰანი ან სხვა დანარჩენი ირანი, ეგრევე ეთყობა საზოგადოებას, რომ საკმაოდ მკაცრი, საკმაოდ კონსერვატორულია, მაშინ არავინ ეუბნებოდა არავის, რომ ჰიჯაბი დაეპარა. პირიქით წახალისებული იყო, რომ მოიძრეთ ჰიჯაბი, მაგრამ საზოგადოება უფრო აქტიურად ატარებდა ჰიჯაბს, ვიდრე ეხლა რო ჩახვიდე თეირანში. ფაქტობრივად აღარავინ არ ატარებდა უკვე. აი ამ გაზაფხულზე რო ვიყო, ნუ წინა გაზაფხულზე 2025 წელს. ეს ერთი საკითხი, ანუ კულტურული საკითხი. მეორე საკითხი, ეკონომიკურად რო ავიღოთ, კი იყო თქვა იმ პერიოდში საკმაოდ ესეთი კარგი აღმავლობა ჰქონდა ირანს, იმიტომ რომ აი ეს ნავთობის და მთელის ციერცხელება ირანის ეკონომიკაზეც საკმაოდ კარგად აისახა, გარდა ამისა ყოველთვის ირანი მდიდარი იყო სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულები და ასე შემდგომ, მაგრამ მაშინაც იყო აი ამ გადანაწილების პრობლემა. რაც ბევრისთვის პროტესტის, ესე იგი, საგანი იყო და ამის გამო აკრიტიკებდნენ შაჰს. ანუ მთელი ის ყველაფერი ზოგადად აი რო შევაჯამოთ, აი ეს კეთილდღეობა და ის ყველაფერი, რასაც ხედავთ ხოლმე აი ხან ვიდეოებში, ეს ყველაფერია ეს დაშვებული იყო დაახლოებით ყველაზე კარგ შემთხვევაში ალბათ 20%-ისთვის.
განსაკუთრებით იმათვის, ვინც სამეფო ოჯახის ირგვლივ იყო გაერთიანებული. დანარჩენი ირანული საზოგადოება ჩვეულებრივ, ანუ ისეთი აულებში ცხოვრობდა, ან მიწურ სახლებში ცხოვრობდა და საკმაოდ ისეთი არც ესე განვითარებული საზოგადოება არ იყო. ანუ ირანი იყო ერთ-ერთი ბოლო სახელმწიფო, სადაც ესეთ ფეოდალური პერიოდი დასრულდა რეზა შაჰის დროს და სადღაც ანუ მე გვიან პერიოდში ძლივს რაღაცა ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და ასე შემდეგ. სიტუაცია ეგეთი იდეალურიც არ იყო. იგივე განათლების ხელმისაწვდომა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომა, ბევრი რაღაცები არ იყო იმ პერიოდში. რაც იწვევდა მაშინ საზოგადოების გულისხმობას და განსაკუთრებით აი პიკს მიაღწია, როცა შაჰმა გადაიხადა ესე იგი ირანის 2500 წლის იუბილე, სადაც დაიხარჯა დაახლოებით 500 მილიონი დოლარი აი ამ დიწვევლებაში. და აი ამ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რაც საზოგადოებაში იყო, აი ეს ჩანდა რაღაც არანორმალურ ფუფუნებად, რის გამოც აკრიტიკებდნენ შაჰს და ვერ იტანდნენ დანარჩენი ირანელები და ამანაც ერთგვარი, ესე იგი, დამატებითი იმპულსი მისცა საზოგადოებას, რომ შაჰს კიდევ უფრო მეტად დაპირისპირებოდნენ. მოკლედ, გეური რო აღარ გავაგრძელო, ან ხო, შაჰიც არ იყო იდეალური, საკმაოდ ბევრი ეკონომიკური, სოციალური პრობლემები ჰქონდა, პოლიტიკური თავისუფლების ხრივ იყო საშინელი მდგომარეობა მაშინაც. იყო პოლიციური რეჟიმი, უშიშროება ანადგურებდა ყველას, ვინც იყო შაჰის მოწინააღმდეგე და მოკლედ, ან აღმოსავლეთი ყოველთვის დარჩება აღმოსავლეთად. აღმოსავლური დესპოტია იქნება ყოველთვის აღმოსავლეთში და რაც უნდა ვეცადოთ, რაღაც დემოკრატიის ნიშნების ან დემოკრატიის აშენებას ყოველთვის დასრულდება ისე, როგორც სრულდებოდა. გასაგებია. მადლობა და პრინციპში ინტერვიუს ბოლოს მინდა გთხოვ, რომ სანამ ეს ცხელი ამბები არის, პერიოდულად დაუბრუნდეთ ხოლმე ერთმანეთს და შევაფასოთ რა მდგომარეობაა, რა ვითარება არის ირანში. მიფუთრო, რომ გააქვს იქ კონტაქტები და პრაქტიკულად პირველ წყაროდან იღებ ხოლმე ინფორმაციებს ადგილზე რა ხდება. თუ სწორედ გავიგე, ახლა რომ შევაჯამოთ სიტუაცია რაც ხდება, ის რაც წლების წინ დაიწყო გრძელდება და არის ყველაზე ასე ვთქვათ აქტიურ ფაზაში, ყველაზე მეტი შანსი რომ ამბოხებულებმა გაიმარჯვონ ახლა არსებობს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სამხედრო ოპერაცია, რომელიც ისრაელმა ჩაატარა გასულ წელს, ძალიან დაასუსტა ვერტიკალი და ახლა უბრალოდ ბარიკადების ორ მხარეს დგას დაპირისპირებული ჯგუფები და აქვთ ბრძოლა გადარჩენისთვის. სწორად გავიგე ყველაფერი. ზუსტად. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა დროებით მაშინ და პერიოდულად დავუბრუნდეთ ხოლმე ერთმანეთს. დროებით. სიამოვნებით. ნახვამდის. და როგორც დავაანონსე, ახლა გადავიდეთ ვენესუელაზე, სულ ცოტა ხანში შემოგვიერთდება გიორგი კობერიძე და მასთან ერთად ვიმშელებთ იმაზე თუ რა მოხდა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. და გიორგი კობერიძე ჩვენთან ერთად არის, გილოცავ ახალ წელს პირველ რიგში და მადლობა რომ ასეთ დღეებში დამთავრდი. თუმცა მგონი ხმაზე გვაქვს ხა ისევ პრობლემა. ისმის შემეხმა. ხა ისმის დავიწყოთ ფოტოებიც გავცელდა უკვე, თუმცა დადასტურებას საჭიროებს ეს ფოტოები ჯერ. პრინციპში, სადაც ტრამპმა უკვე დატვიტა, ასე ვთქვათ, თავის სოციალურ ქსელში, რომ შეპყრობილიაო, ალბათ ნოვარაუდოს, რომ მართლაც ასეა. ვფიქრობ, ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა ჩატარდეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია 3 საათში. თქვენ რა სიტყვით, როგორ შეაფასებთ განვითარებულ მოვლენებს? ეხლა უნდა დავიწყოთ თავად იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამ ოპერაციის დაგეგმა აშკარად დიდი ხანი ხდებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ტრამპმა ჯერ კიდევ ზაფხულის თვეში მოაწერა ხელი იმ განკარგულებას, რომ დაეწყო ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს უკაცრავ ვენესუელაში გინდა მოქმედება და ეს არ არის პატარა დეტალი, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ზოგადად ძალიან კარგად ფლობს და კარგად იცნობს კარიბის ზღვის აუზს. რადგანაც აქ ასევე გარდა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისა მუშაობს იგივე DEA, რომელიც არის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტი და შესაბამისად მას ცალკე აგენტურული ქსელი აქვს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვენესუელა არ იყო მისთვის ახალი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ტრამპის პირველი ადმინისტრაციისას იყო მცდელობა ვენესუელაში მთავრობის ერთგვარი შეცვლის, როდესაც ხუან გვაიდოს დაუჭირა ტრამპამ ხარი. თუმცა საინტერესო ფაქტი არის ავად ის, რომ სამხედრო ოპერაცია კი არ იყო თავად ისეთი მასშტაბური და დამანგრეველი. ეს იყო გარკვეულწილად პრევენციისათვის განხორციელებული ღონისძიება. ყოველ შემთხვევაში აი ამ მოცემულ ეტაპზე დღის გადასახედიდან, მადუროს დაკავების გადასახედიდან, რომელიც ემსახურებოდა აი იმ პოტენციური წინააღმდეგობის განეიტრალებას, რომელსაც შეიძლება ხელი შეეშალა მადუროს დაკავების პროცესში.
შესაძლოა ძალიან საინტერესოა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის და ზოგადად მასთან აფილირებული სამხედრო და პოლიციური რაზმების გამოყენება ცენტრალურ ამერიკაში სხვა პრეცედენტის გონია ჩვენ, როდესაც პანამაში ჯერ კიდევ 1990 წლის 3 იანვარს დღეის სწორს 36 წლის წინ სხვათა შორის მოხდა სწორედაც ნორიეგას, მანუელ ნორიეგას დაკავება, სწორედ აი ამ გაგებით. და დღევანდელ ოპერაციასაც კიდევ ერთ რამეს გვეუბნება, არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს თუ კი მართლა აქვს გადაწყვეტილი ამ ესეთი ღონისძიების ბოლომდე მიყვანა და ასე თქვა რისკების აწონვა, აშკარაა, რომ ის ამ ყველაფერს თავის სივრცეში საუბარი მაქვს ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინეულ სივრცეში, რაც გულისხმობს ზოგადად ამერიკების კონტინენტს, აი ამერიკების კონტინენტზე თავისი ღონისძიებების ბოლომდე მიყვანაში, ესე თქვა განახორციელოს მართლაც ეგ მიწევს. რო აღწეროთ აი ეს ღამის პერიპეტიები, ასე ვთქვათ, როგორი თანმიმდევრულობით მიმდინარეობდა, როგორი იყო ტაქტიკა, ასე ვთქვათ, რა წინააღმდეგობა გაუწია ვენესუელას ძალებმა, ჩვენ ნახეთ, რომ იქ რაღაცა ჯავშან ტექნიკაც გამოჩნდა ქუჩებში, ასევე თითქოს ამერიკულ სპეცრაზს ეძებდნენ ვენესუელელები. აი ეს რო აღწეროთ, როგორ მიმდინარეობდა. დავიწყოთ თავად იმით, რომ ჯერ იყო ფსიქოლოგიური ოპერაცია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც ხდებოდა გემების მობილიზება და დამთხმელი ჯგუფების მობილიზება კარიბის ზღვაში, ეს იყო ფსიქოლოგიური ოპერაცია ძალიან ეფექტური. მეორე, ხდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ მოსახლეობაში დაიწყო ამ აზრის გამოკითხვა, ჩადიოდნენ ჟურნალისტები, რას ფიქრობდნენ, მოსახლეობის განწყობის შესწავლა იყო, გარკვეულწილად არსებობდა ეს მარია კორინა მაჩადოს ოპოზიციის ლიდერის, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა. მისი მხრიდან ეს ნობელის პრემიის გადაცემა, შემდგომ მისი ჩართვები, მისი მოწოდებები, ანუ ეს ყველაფერი იყო თანმიმდევრული, ძალიან ეფექტური, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ღონისძიება, რომელსაც საბოლოო ჯამში თან დაერთო უკვე შრომფრენების, ესე ვთქვათ, ოპერაციები და დარტყმები კარაკასზე, დედაქალაქ კარაკასში, ესე ვთქვათ, სამხედრო პოლიტიკურ ცენტრებზე. ძალიან საინტერესოა, რომ ეგრეთ წოდებული თანმიმდევრი ზარალი, ანუ collateral damage, რომელიც გადაითარგმნება როგორც მინიმუმ მოსახლეობის დაზარალებაში და დაღუპვაში, ეს ან არ დამდგარა, ან მინიმალური არის ყოველ შემთხვევაში, რაც ამ ოპერაციის უნიკალურობას და ოპერაციის მაღალ, ესე ვთქვათ, ოპერაციულობაზე მიუთითებს. რაც შეეხება შემდგომ ღონისძიებებს, აუცილებელია ხაზი გავუსვათ ის, რომ სავარაუდოა უკვე არსებული ქვეითი ნაწილები, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურის ჯგუფებზე და არა მხოლოდ მათზე, ისინი DEA-ზე მათ შორის, როგორც აღნიშნე ნარკოტიკების დამბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენლები, სავარაუდოა ისინი უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე და ადგილიდან განახორციელეს, ესე ვთქვათ, მათ დაკავება და არა ის, რომ ჩაფრინდნენ და წამოიყვანეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, შრომფრენების ოპერაცია შემთხვევითი არ არის, რადგან როგორც წესი, მოტაცებული, ესე ვთქვათ, მადუროს გადაყვანა სავარაუდოა მოხდებოდა სწორედაც მართლაც შრომფრენების გამოყენებით. რაც შეეხება თავდაცვის ძალებს. მადურო ეყრდნობა საკუთარ ქვეყანაში ეყრდნობოდა არა მხოლოდ თავდაცვის ძალებს, არამედ ეყრდნობოდა კუბის უშიშროებას, რომელსაც G2 ეწოდება და ეყრდნობოდა ბოლივარულ დაჯგუფებას, ბოლივარულ მილიციას. ეს ბოლივარული მილიცია არის მართლაც მის მიერ ფორმირებული და ჰუგო ჩავესის თავის დროზე ჰუგო ჩავესის და პრეზიდენტი ვინც იყო, ჰუგო ჩავესის მიერაც იყო თქვათ მოწონებული ეს იდეა მსგავსი. ბოლივარული დაჯგუფების ჩამოყალიბების, რომელიც შედგებოდა უკიდურესად ფანატიკოს, უკიდურესად დაახლოებული, ასე ვთქვათ, ჯგუფებისაგან, მადუროსთან, რომლებიც იყვნენ ყველანი კრიმინალში გარემო. ანუ ეს ის დაჯგუფება არა, რომელსაც უბრალოდ მარტო პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა. პირიქით, უფრო მეტად მათ ჰქონდათ ეკონომიკური ინტერესი და უფრო მეტად მათ ჰქონდათ, როგორც წესი, ეს თქვა ნარკოტიკების ფლობის, ესე ვთქვათ, ინტერესი. არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ ეს ფაქტი, რომ გვერდზე, ვენესუელას გვერდზე არის კოლუმბია, რომელიც სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით, ესე ვთქვათ, კოკაინს აწარმოებს და კოკაინის გადინება სწორედაც ერთ-ერთი ხაზი გადინების იყო სწორედაც ვენესუელა, სადაც სხვათა შორის ამერიკელების უშიშროების მტკიცებით არსებობდა ნარკოკარტელი სახელად მზეების კარტელი, რომლის ლიდერიც, ანუ ეგრეთ წოდებული მთავარი მზეც იყო ამ შემთხვევაში ის ლიდერი, ვინც მართავდა ამა თუ იმ მომენტში ქვეყნის ხელისუფლებას და ბოლოს, უნდა ვთქვათ, რომ თავდაცვის ძალები და თავდაცვის მინისტრი, რომელიც ვენესუელას თავდაცვის მინისტრი არის, ის მხრიდან რაღაც მცდელობა არ იყო ამ შემთხვევაში წინა დღეებშიც, რომ განეთავსებინათ ესე ვთქვათ, ანტისაჰაერო სისტემები უშუალოდ სანაპირო ზოლზე, მაგრამ ფაქტი არის, რომ ამ ესე ვთქვათ, ყველაფერმა ან არ იმუშავა, ან მათი განეიტრალება დროზე ადრე მოხდა. როგორც არ უნდა შევხედოთ, ვენესუელა იყო ჩინეთ, რუსეთ, აი ამ რაღაცა სამხრეთული ღერძის, ასე ვთქვათ, დასაყრდენი ლათინურ ამერიკაში, ხო? და იგივე ვთქვათ, რაც მანამდე ირანში მოხდა.
დასავლური სპეცოპერაცია ირანში და იგივე სპეცოპერაციაც გუშინ ღამე მოხდა, რამდენად აჩვენებს დასავლური შეიარაღების და ტაქტიკის უპირატესობას თუნდაც აი ამ რუსულ-ჩინურ სამხედრო ძალაზე. წმინდა აი სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით რო შევაფასოთ. შესანიშნავი კითხვაა. მოდი დავიწყოთ თავად იმით, რომ ეს 300-ები და ეს 400-ები, რომელიც რუსეთის მიერ გადაცემული იყო და ერთგვარ სიამაყეს წარმოადგენდა რუსეთის, ნახეთ რომ მან ვერ იმუშავა ირანში და ნახეთ ფაქტი არის რომ ვერ იმუშავა ვენესუელაში. ამას შეიძლება კონდეს ორი განმარტება. ორი პოტენციური განმარტება. პირველი, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს, რომ საჰაერო დომინაციას თუ აღწევს მოწინააღმდეგე და ანეიტრალებს შენს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს. ფაქტი არის, რომ ყველა ვარიანტი ჯობს ის. ეს ჯობს შენ, მაგრამ შეიძლება იყოს აქ მეორე ამბავიც. ეს შეიძლება იყოს შიდა დივერსიული ოპერაციები, რაც ისრაელმა ნახეთ, რომ განახორციელა შიდა დივერსიები ჯერ კიდევ უშუალოდ არტყმებამდე იგვენ ათენზისა და სხვა მიმართულებით და შესაძლებელია მსგავსი რამ განახორციელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორედაც ვენესუელას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე. მაგრამ ამასთან ვენესუელას ჰქონდა ძველი მოდიფიცირების F-ები შეიარაღების, ეს არის ბომბდამშენები, მრავალფუნქციური ბომბდამშენები, ძველი მოდიფიკაციის ამერიკული წარმოების სხვათა შორის, მაგრამ ფაქტი არის, რომ ვერც მისი გამოყენება ვერ მოახერხა, რადგანაც ერთი არ გაქვს თუ არა ეს აღნიშნული საერთაშორისო სისტემები ან ბომბდამშენები, მრავალფუნქციური გამანადგურებელები, მაგრამ მეორეა მისი ეფექტური გამოყენება იმ პილოტაჟის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი, ესე ვთქვათ, თვისება, რომელიც აქვე გვაქვს წარმოდგენილი. ამასთან თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ზღვიდან გაშვებული იქნას და ამის კადრები ვიხილეთ და სავარაუდოდ ეს დადასტურდება უფრო მოგვიანებით, მისი განეიტრალება ძალიან რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ზღვიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც მიზანს ძალიან ეფექტურად ხვდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი განეიტრალება მადუროს რეჟიმს ისედაც შეძლებოდა. რა თქმა უნდა, ეს მიანიშნებს, რომ დასავლური შეიარაღება აღემატება, მთლიანობაში აღემატება ამ ესე ვთქვათ რუსულ წარმოებას, მაგრამ ეს ამასთან მეორე ფაქტს მიანიშნებს, რომ ეს შეიძლება იყოს გაკვეთილი ჩინეთისათვის, რომელიც სწორედაც ასეთ ოპერაციებს აკვირდება ყველაზე დიდი ინტერესით, რადგანაც ჩინური იარაღის ერთგვარი ტესტირება, ეფექტური ტესტირება ჯერჯერობით ესე დიდ ომებში არ მომხდარა და ეს შეიძლება იყოს ცალკე ესე ვთქვათ ერთგვარი შეთავაზების საგანი. ჯერჯერობით ჩვენ არ მოგვისმენია კრემლიდან განცხადებები. თქვენი აზრით ტრამპის ბრიფინგს ელოდებიან თუ რა ხდება? პირველ რიგში ვთქვათ, რომ კრემლს ძალიან ეწყინება, რა თქმა უნდა, მადუროს რეჟიმის დამხობა, იმიტომ რომ მადუროს რეჟიმი ნიკარაგუასთან და კუბასთან ერთად იყო ვენესუელაში ერთგვარი დასაყრდენი რუსული ინტერესებიდან გამომდინარე და სხვა შორის საინტერესო არის, რომ სწორედაც ვენესუელას ნიკარაგუასთან ერთად აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოები, რაც რა თქმა უნდა ღიმილის მომგვრელია და ამ გაუქმების ამ აღიარების გაუქმებაზე შემდგომ აუცილებლად საქართველოს მოუწევს მუშაობა, იმიტომ რომ მუშაობის გარეშე არავინ ეს ერთი შეხედვით ამისთვის არ ეცლება, რომ ამაზე მუშაობა დაიწყოს. კრემლმა რაღაც მინიშნებები და განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, ხოლმე მინიშნებები გააკეთა, რომ აი ეს რაღაც მოლაპარაკებები უნდა იყოს, რაღაცები წარმოდე. სერიოზულად ის ამ საქმეს ვერ მიუძღება, რადგანაც კრემლისთვის ეს თავისთავად წარმოადგენს ერთგვარი სამარცხვინო სიმბოლოს, რადგანაც ნახეთ რომ მართლაც რამდენიმე საათში დასრულდა ის რეჟიმის გამოხატულება ყოველ შემთხვევაში შეიძლება რეჟიმი ჯერ კიდევ ნარჩენები ჯერ კიდევ არსებობს და ამასთან იქნება მუშაობა, მაგრამ აი სიმბოლო ნიკოლოს მადურო, რომელმაც ყველანაირი არჩევნები გააყალბა, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა აწამებდა და წამების ერთ-ერთი მეთოდი იყო ხელკეტებით უნდა ეცემეს სანამ არ მოკვდებოდი, ეს ბოლივარული მილიციის თავარი მანიშნებელი იყო, ისინი რომ აკავებდნენ ამ მოსახლეობას ისე სცემდნენ რომ სანამ არ მოკვდებოდნენ, ეს მთელი პროცესი იყო ამას და მე იღებდნენ და აშინებდნენ მოსახლეობას და კრემლისთვის ეს ყველაფერი იყო ერთგვარი იმისთვის გაკეთებული, რომ აი ამერიკის ინტერესები და ამერიკა ზოგადად დაება ამ რეგიონში, ხო? ანუ ყოფილიყო ორიენტირებული კარიბის ზღვის აუზზე მაქსიმალურად. რასაც პრინციპში წარმატებით ახორციელებდა და არ დაკავებწყდეს ასევე ის ფაქტი, რომ ანა აპელბაუმი არის ერთ-ერთი საინტერესო ამერიკელი მკვლევარი, რომელიც ღიად ამბობს, რომ ავტოკრატიები ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს. და ავტოკრატიები არის დიდ კორპორაციად ჩამოყალიბებული და მადუროს რეჟიმი, რომელიც სოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობს ფლობდა, იმიტომ რომ შევახსენებს მსმენელს, რომ სოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობ რეზერვუარები არის ვენესუელაში. და სწორედაც აი ამ ნავთობ რეზერვუარებს რო ფლობდა ის ამ ყველაფერს ანაწილებდა აი ამ ავტოკრატიული რეჟიმების დასახმარებლად, მათ შორის ჩინეთის წინეს აწვდიდა ის ნავთობს, აწვდიდა ნიკარაგუას, აწვდიდა კუბას, რომელიც თითქოს ამდენ ხანი ბლოკადაში იყო და როგორ არ უნდა შექმნოდა მას პრობლემა, ხო, მაგრამ აი ამ ფონზე რუსეთს გამოეცალა მნიშვნელოვანი საყრდენი და ბოლოს
ირანს გამოეცალა მნიშვნელოვანი საყრდენი, იმიტომ რომ ირანი და ვენესუელა, რომლებიც ზომით დაახლოებით ერთი და იგივე სახელმწიფოსანი არიან ფიზიკურ გეოგრაფიულ ზომაზე მაქვს საუბარი და მათაც გააჩნიათ ბევრი მინერალური რესურსი, ისინი ერთმანეთს დიდად ეხმარებოდნენ, მაქსიმალურად ეხმარებოდნენ და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მინდა აღვნიშნო, რომ თუ კი ვენესუელაში მართლაც მოვიდა იმგვარი რეჟიმი, რომელიც იქნება შედარებით უფრო მეტად, ესე ვთქვათ, ორიენტირებული პროამერიკაზე, ამერიკულზე, ყოველ შემთხვევაში შესაძლებელი არის ნავთობის ფასის ცვლილება მოხდეს იმგვარი, რაც რუსეთის ინტერესებს ძალიან დაარტყამს, რადგანაც რუსული ინტერესებისთვის ჭარბი, ანუ ნავთობის ჭარბი მიწოდება ბაზარზე იქნება მისი ფასის ურალსის დაბლა ჩამოწევის წინაპირობა, რაც რა თქმა უნდა მას შექმნის საფრთხეს და რაც რა თქმა უნდა უკრაინის ინტერესებში შედის. მაგ თემაზე უსვათ ვისაუბრებთ, მანამდე მინდა გკითხოთ, დამთავრებულია ვენესუელაში ამბავი, თუ შეიძლება იგივე თქვათ კოლუმბია გააქტიურდეს იქ, ან შიგნით რამე მადუროს ნარჩენები, თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენესუელაში ამბავი დასრულებულია. თვითონ მადუროს ამბავი რა თქმა უნდა დასრულებულია, მაგრამ აქ ძალაუფლების ვაკუუმის გამოყენება შეეცდება ყველა. რა თქმა უნდა, აქ არსებობს გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც ნარკოკარტელებთან არიან დაკავშირებული და მათ შორის კოლუმბიურ ნარკოკარტელებთან არიან დაკავშირებული, რომლებიც შეეცდებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროდან შეეცდება რამდენიმე ადამიანი, არსებობს ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, მადუროს ნარჩენებზე მაქვს საუბარი და ბოლივარული მილიციის ხელმძღვანელობაც ამას. ანუ არსებობენ გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც იარაღი აქვთ, მაგრამ ასევე არის მეორე საკითხი, ეს არის უშუალოდ ოპოზიციის საკითხი, რომლებიც რაოდენობრივად უმრავლესობაში არიან. დათვლილია და დაახლოებით 85-80%-ზე მაქვს საუბარი ოპოზიციის სასარგებლოდ და აქ გვაქვს ჩვენ მათ შორის ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ ყველაფერში, აქ არის გონსალესი, რომელმაც ობიექტურად მარჩვენები მოიგო წინა წელს და მას უთხრეს რომ შენ წააგი არჩევნებიო. აქ ჩვენ გვაქვს მარია კორინა მაჩადო, რომელსაც ღია მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების და თუ კი უკვე დაიწყო და ამის ნიშნები არის გარკვეულწილად სამთავრობო შენობების პიკეტირება და მათი დაკავების მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, შეიძლება იყოს ეს ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ ძალაუფლება ფაქტობრივად აიღონ ხელში ესე ვთქვათ ოპოზიციის წარმომადგენლება და შეეცადონ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, რაც ეფექტური საშუალება იქნება პრინციპში შემდგომი ღონისძიებების გატარებისათვის. მაგრამ არ უნდა დაკავოს ასევე ის ფაქტი, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების მარტო ის არ არის რაღაცა ერთი შტო რა, მარტო ტრამპისეული ინტერესი არ არის, აქ არის საინტერესო მარკო რუბიოს ფენომენი. მარკო რუბიო არის სახელმწიფო მდივანი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც კუბიდან არის მისი ოჯახი მიგრირებული და მას აქვს ღია პერსონალური ინტერესი, რომ საბოლოო ჯამში ერთხელ და სამუდამოდ ეს კომუნიზმის ნარჩენები მოშორდეს ამ ტერიტორიებზე და შესაბამისად ალბათ იქნება დამატებითი მცდელობა, რომ საბოლოო ჯამში არ დარჩეს მადუროს ნარჩენები ძალაუფლებაში, თუმცა რომს დარჩეს, არც ის არ გამოვრიცხოთ, რომ მადუროს დარჩენილი რეჟიმები რეჟიმმა შეცვალოს გარკვეული პოზიციები და თუნდაც პროამერიკული დაიჭიროს, ოღონდ გადარჩეს თუ კი ესეთი რაღაცა კიდევ განხორციელდა. თუმცა ვნახოთ ჯერჯერობით მომდენო რამდენიმე საათი და დღე პრინციპში ამას უფრო ნახლად წარმოაჩენს და ასევე ისიც ვთქვათ, რომ მარია კორინა მაჩადოს ნობელის პრემიის გამო აქვს ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია და პრინციპში ის იმდენად ქარიზმატული ლიდერი არის, რომ მისდამი ესე ვთქვათ სიმბოლოს წარმოადგენს ის ერთგვარი თავისუფლების, რაც შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის და ერთად შევაჯამებ, აი ახსენეთ თქვენ კოლუმბია. კოლუმბიაში არის მემარცხენე რეჟიმი. სხვათა შორის არც თუ ნაკლებად პრორუსული, ან პრორუსული რეჟიმია, მეც ნაკლები ფორმით. თუმცა ისეთი ჩართული არ არის ამ უშუალოდ ნარკომხარდაჭერაში, როგორც მადუროს რეჟიმი იყო. არ არის გამორიცხული ვიხილოთ კოლუმბიაზე გარკვეული ზეწოლა და კოლუმბიაში ზოგადად გადადებადია რევოლუციები და არ არის გამორიცხული, რომ კოლუმბიაში ძვრები იყოს, მაგრამ კოლუმბია ესეთი საფრთხე არ არის ყოველ შემთხვევაში, როგორც ვენესუელა იყო ამერიკული ინტერესებისათვის ამერიკა. თქვენ ნავთობი ახსენეთ და ეხლა აუცილებლად რუსული პროპაგანდა წავა ხაზით, რომ ამერიკამ მორიგი ნავთობით დიდარი ქვეყანა დაიპყრო, ასე ვთქვათ. რა მნიშვნელობა ჰქონდა ტრამპისთვის, სწორედ აი ამ ნავთობს, ამდენად მნიშვნელოვანი იყო ნავთობი ამ შემთხვევაში ტრამპისთვის და რამდენად რა შეგვიძლია აი ამ რუსულ ნარატივს დაუპირისპიროთ, რომ იყო თუ არა ეს ნავთობის რესურსების ხელში ჩაგდება.
პირველ რიგში დავუპირისპიროთ თავად ნიკოლას მადუროს სიტყვები, რომელიც მან 2 თვის წინ განაცხადა და ღიად თქვა, რომ ამერიკას შესთავაზა, რომ ნავთობზე მას ექნებოდა ამერიკაზე მაქსაუბარი. ნავთობზე ამერიკას ექნებოდა ექსკლუზიური უფლებები მოეპოვებინა, ანუ სრული დათმო, სრული პრეფერენციების თანახმა იყო, ოღონდ მის რეჟიმი გაარჩენილიყო და ამერიკამ თქვა, რომ მეო ნავთობი არ მაინტერესებსო. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის აი ეს ეპიდემია, ნარკოეპიდემია, რომელიც ამერიკაში არის, ეს მოგვარდესო და სწორედ ამიტომაც პენ ბონდიმ, რომელიც არის ამერიკის გენერალური პროკურორი, დააწესა 50 მილიონი მის თავზე, 50 მილიონი დოლარი მის თავზე, მადუროზე მაქვს საუბარი და პრინციპში ბოლომდე მიიყვანა ეს საკითხი. მან ანუ ეს ნარატივი, რომ ნავთობი ამერიკას სჭირდება და ნავთობზე არის საუბარი, ნავთობი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისედაც ძალიან ბევრი აქვს. ესეც უნდა გვესმოდეს ჩვენ. ანუ მარტო ალასკის ნავთობი იმ რაოდენობით აქვს ამერიკას და ასევე კარიბის ზღვაში მას აქვს ტექსასიდან მოიპოვებს იმ რაოდენობის ნავთობს, რომ ეს ნავთობი არ არის ეგეთი კრიტიკული უშუალოდ ომების საწარმოებლად და ამასთან ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ნავთობის საკითხი საერთოდ ესე თქვა არ დგას ტყის წესრიგში, მაგრამ ნავთობზე ისედაც შეუძლია ამერიკას მიიღოს სარგებელი და პრეფერენციები. ანუ ისედაც იყო ხოლმე, იგივე შეგვიძლია ამაზე ავიღოთ ხაზგასმა, რომ იყო ლიბიაზე საუბარი თავის დროზე, რომ ლიბიაშიც რაღაც ინტერესები არის ნავთობზე. ლიბიაშიც იგივე შეთავაზებები იყო ამერიკასთან მიმართებით და იყო თხოვნა, რომ მოდი თუ რამე გინდა მოვილაპარაკოთ. ის კი არა თავის დროზე ერაყზე რო იყო საუბარი, ერაყში ამერიკას ნავთობი უნდა და თითქოს ეს უნდა გავიხსენოთ, რომ თავად ერაყშიც სადამ ჰუსეინის რეჟიმი თავის დროზე 80-იან წლებში და 90-სანამ შეიჭრებოდა იგი უშუალოდ კუვეითში, მანამდე ის ამერიკის ერთგვარი ეკონომიკური და პოლიტიკური მოკავშირე იყო და სთავაზობდა კვლავ ამ კავშირს. და ამბობდა, რომ მოდი აი ნავთობი თუ გინდა წაიღე და ამერიკაზე არაო. ანუ ეგ ნარატივი, რომ თითქოს ნავთობი არის მთავარი მამოძრავებელი და ღერძი, არასერიოზული არის, იმიტომ რომ ეს გვანახებს ძალიან დიდი სურათის. ძალიან პატარა ნაწილს განაუმნიშვნელოა, გავიმეორებ, უმნიშვნელო ნავთობი ვერ იქნება, მაგრამ ეგ როგორც მთავარი მამოძრავებელი, ჯაში მთლიან სურათს კარგავთ ჩვენ და ესე იგი ყველაფერი დაყავს ძალიან პრიმიტიულ, ესე ვთქვათ, მარტივ ეკონომიკურ სიმბოლოზე და ამ სიმბოლოზე თუ დავიყვანდით, იგივე ირანთან მოლაპარაკებებზე უნდა აღვნიშნოთ, თავად ირანიც თავაზობდა ამასთან დაკავშირებით ამერიკას, რომ აი სანქციები მომხსენიო, გავიხსნებიო ეკონომიკურად და გახსნილ ბაზარზე, როდესაც ნავთობი ჭარბად მიეწოდებოდა ბაზარზე, მაშინ ნავთობის ფასი ჩამოვიდოდა და ამერიკასაც ექნებოდა გარკვეული სარგებელი. თუ კი ეგრე იქნებოდა, ამის ხაზ გასმამიდა, მაგრამ ფაქტი არის, რომ არც ირანის, არც ერაყის, არც ვენესუელას შემთხვევაში ეგ მთავარი მოტივი და მამოძრავებელი არ ყოფილა, იმიტომ რომ რო ყოფილიყო დასთანხმდებოდა ამერიკა აი იმ შეთავაზებებს, რომელიც თავის დროზე გადაგაკეთდა როგორც სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის, იგივე ნიკოლას მადუროს ან აიათოლა ხომეინეის მხრიდან ამასთან დაკავშირებულად. არ იყო ეგ. აი ირანი ახსენეთ და ახლა ირანში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიდის. რამდენად ხელს შეუწყობს ვენესუელას ფაქტორის გამორიცხვა ირანის ამბოხებულებს ასე? ზოგადად რევოლუცია გადამდებია. ეგ ჩვენ დიდი ხანია კარგად ვიცით. ირანში პრობლემა ის არის, რომ ირანი საგარეო ფაქტორის დაყრდნობას ნაკლებად შეიძლება იყოს დაიმედებული. აქ რა თქმა უნდა იქნება ისრაელის ფაქტორი. ისრაელს აქვს თავისი კავშირები და გავლენები რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ადამიანი დახვრიტეს 2025 წლის ივნისში შემდეგ ირანში, სწორედ იმ ბრალდებით, რომ მათ კავშირები ჰქონდა ისრაელთან, მაგრამ მაღალი ალბათობით რა თქმა უნდა ნაწილი უბრალოდ საჩვენებელი დახვრეტა იყო და დიდი ალბათობით ბევრი მათგანი ანუ ისრაელის აგენტი ისევ ადგილზე იმყოფება. მაგრამ მოსახლეობა, რომელიც უკმაყოფილოა აიათოლას რეჟიმით, ეს მოსახლეობა დღეს პირველად არ გამოსულა ქუჩაში და მათი ქუჩაში გამოსვლის მიზეზი იყო როგორც ეკონომიკური, ასევე სუმარტივად რო ვთქვათ, იყო წყალი. წყლის სერიოზული დეფიციტი არის ირანში და პრაქტიკულად ის წყლის საბადოები, რომელიც იმყოფება მის აღმოსავლეთ საზღვარზე, ასევე ავღანეთთან წარმოადგენს სადაო ტერიტორიას, რაც ვიხილეთ ჩვენ შეტაკებების მასშტაბები მათ შორის. და საბოლოო ჯამში მათი მოსახლეობაზე მაქვს საუბარი, მოსახლეობას აქვს ერთი სერიოზული პრობლემა. მათ აღარ სურთ ამ ჩაკეტილ ისლამურ რეჟიმში ცხოვრება, რომელშიც ელემენტარულად მუსიკის გამო, ცეკვის გამო, თავშალის ტარების გამო გჯიან და გკლავენ. და ეს ვითომ ის რომ მორალის პოლიცია უქმდებოდა ან შეზღუდული ხდებოდა, ფაქტი არის რომ ის ისევ მოქმედებს და ისევ არსებობს. მაგრამ ირანში რაც საინტერესო არის, რაც განასხვავებს ზოგადად ის გარკვეულწილად ვენესუელასგან, ირანში ეს სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის თეირანული სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიური და საკმაოდ გამოსულია, რაც განასხვავებს მას გარკვეულწილად ვენესუელასგან. ვენესუელაში მოსახლეობა არაპროპორციულად ღარიბია. ირანში მოსახლეობა ღარიბია, კანა არა,
მაგრამ ირანში ეს სიღარიბის განაწილება მეტნაკლებად პროპორციულია რა. ანუ ის არ არის რომ ძალიან დიდრები არიან მოსახლეობის რაღაც ნაწილი და ყველა დარჩენი ღარიბია რა, როგორც ვენესუელაში. არა. აქ განაწილება არსებობს, გარკვეულწილად საშუალო კლასი არსებობს ირანში, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს, თავისი კავშირები აქვს, ცოდნა აქვს და რაც ყველაზე მთავარია, ეს წარსული ტრადიციული გამოცდილება მას ახსოვს და მათ შორის დიასპორა ყავს ძალიან დიდი სხვათა შორის ირანს, რომელსაც კავშირი აქვს ირანთან და ამ ურთიერთკავშირის შედეგად ვიღებთ გარკვეულ ესე ვთქვათ მცდელობას, რომ ირანში რეჟიმი შეიცვალოს. რაც სხვათა შორის ან ირანში თუ რეჟიმი შეიცვალა, ეს იმაზე დიდი ცვლილება იქნება, ვიდრე 2, 3 და 5 ვენესუელაში რო რეჟიმი და ბოლოს უკრაინის გარეშე ვერ დავასრულებთ. აი ეს ვენესუელის პრობლემის მოგვარება რამდენად ასე ვთქვათ მეტ დროს მიცემს ტრამპს რომ უკრაინით დაინტერესდეს. იგივე თუნდაც აი თომა ხალკების ხوار გამოუთავისუფლდება იმისთვის რომ უკრაინას მიცეს თუ თომა ხალკები მაინც რჩება პოლიტიკურ საკითხად. ან უკრაინაზე როგორ შეიძლება აისახოს ეს თემა? ისე რომ მე მგონია რომ უშუალოდ ტრამპი უკრაინაზე არ გადაერთვება, მას სჭირდებოდა გარკვეულწილად გამარჯვება და წარმატება და ეს გამარჯვება და წარმატებას ალბათ მიიღებს ვენესუელასთან სრულიად და ამით იქნება მისი რეიტინგი ზემოთ ასული და იტყვის რომ აი უსისხლოდ მოხდა ეს ყველაფერი და სრული წარმატებით დანაკარგებით გარეშე სწრაფი ოპერაცია. მაგრამ ეს იქნება გარკვეულწილად მორალური უპირატესობა მისი მხრიდან რუსეთთან მიმართებით, რომელიც უკვე 4 წელია უკრაინას ებრძვის, 4 წელია და იმით ამაყობს, რომ პოკროვსკის 90% დაიკავა, ხო? ანუ ეს რომელსაც წელიწად ნახევარი უტევს ერთი ქალაქი, ხო? 0.75% უკრაინის ტერიტორიის მთელი 2025-ის განმავლობაში. ხო, აი ეს ლოგოკინის მაგალითი რომ მოვიყვანთ, როგორც ცნობილი მაგალითი არის, ლოგოკინას რომ დაეწყო 4 წლის წინ სვლა, დღეს უკვე პოლონეთის შუაგულში იქნებოდა, ხო? ამიტომაც რა თქმა უნდა ამაზე თუ შევხედავთ ეს არის მორალური უპირატესობა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მაგრამ მე არ მგონია რომ ის ადვილად დაუბრუნდეს უკრაინის საკითხს ასე სწრაფად. თავარი არის რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება, რასაც ხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატი და ქვედა პალატა, წარმომადგენლობის პალატა და ღიად ამბობს რომ ეს არ უნდა შეიცვალოს და გარკვეულწილად რომ იყოს ეს სამხედრო კონტრაქტები შენარჩუნებული და თუნდაც ევროპასთან გაყიდვა იარაღის და ევროპის მხრიდან მე მიწოდება ამ იარაღის უკრაინისადმი, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იქნება. მე ვფიქრობ რომ ეს სვლა, ეს ოპერაცია სხვაგვარად დაეხმარება უკრაინას, დაეხმარება იმით რომ ნავთობის თუ კი მოვიდა ნორმალური ხელისუფლება მართლაც ვენესუელაში, ნავთობის პასი იმგვარად არეგულირდება, რაც რუსეთს ნამდვილად არ აწყობს. თუმცა მე მგონია ყველაზე სერიოზული სიგნალი ეს იქნება უფრო მეტად ჩინეთისათვის, რომელიც ამერიკას ძალიან აქტიურად აკვირდება და ამერიკის ღონისძიებებს და ეს შეიძლება იყოს გაკვეთილი იმისა თუ რა უნდა განახორციელოს მან ჩინეთზე მაგ საუბარი ტაივანში, როგორ უნდა განახორციელოს მან ესე ვთქვათ ეს ოპერაცია შეიძლება გაკვეთილი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ეს შეიძლება დაფრთხობის საშუალება, პირიქით ჩინეთი დაფრთხეს იმით რომ ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც წარმოადგენს იმ ანგარიშგასაწევ ძალას, რომელიც მოკავშირის დასახმარებლად მოვა, ანუ ტაივანის დასახმარებლად მოვა. ამიტომაც ეს ფაქტორია, ფაქტია დუგინმა გააკეთა ახლა განცხადება რამდენიმე საათის წინ და მოუწოდა ჩინეთს შეიჭრას ტაივანში აი ამ ოპერაციის კვალ-დაკვალ და ამ ოპერაციის მეთოდოლოგიის გამოყენებით. თვითონ ვერცად ვეღარ შეიჭრებიან, შეჭრილები არიან ყველგან სადაც რა თქმა უნდა. ხო, ამიტომაც ეს ტაივანის საკითხი ძალიან საინტერესოდ დგას დღის წესრიგში, მაგრამ ამერიკას აი ეს მცდელობა კიდევ ერთი დეტალი უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მადურო შეხვდა ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენლებს კარაკასში, რაც ერთგვარი ეფექტი იყო რა, ძალიან საინტერესო ეფექტი იყო, რომ აი ამ 3 საათის შემდეგ რამდენიმე საათში ყოველ შემთხვევაში მადურო აღარ იყო საერთოდ ხელისუფლებაში და ეს ჩინეთისადმი გაგზავნილი სიგნალია და ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ ირიბად თუ კი ჩინეთი გადაერთვება სწორედაც აი უფრო მეტად მის ახლოს შემოგარენჟზე და მათ შორის ამერიკაზე, ეს კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩინური რესურსებით და დახმარებით სულდგმულობს რუსეთი და პრინციპში პირიქითაც რუსეთი ძალიან ბევრს იღებს ჩინეთით ამ ნედლი რესურსებიდან გამომდინარე. ამიტომაც ეს ორმხრივი ღერძული კავშირი და რომელიც სინამდვილეში ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავდა. შემთხვევითი არ არის რომ ამას ავტოკრატულ ღერძს უწოდებენ, სადაც ვენესუელას ერთ-ერთი როლი ეკავა. ვენესუელას გამოთიშვის შემთხვევაში პრინციპში გარკვეული, ესე ვთქვათ, ინტერესები ზარალდება და ბოლოს ერთ რიცხვს შევაჯამებ. გეტყვით იმასაც, რომ ჩრდილოეთ კორეა ისიც კი იღებდა გარკვეულ რესურსებს, მათ შორის ნავთობის რესურსებს ვენესუელადან, რაც სერიოზული პრობლემა გახლავთ, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კორეის ერთგვარი ბლოკირება ბოლომდე ვერ ხერხდებოდა. თქვენ კი შეაჯამეთ, მაგრამ თუ დრო დაგვრჩა, მინდა გკითხოთ, ქართული ოსნების ნაბიჯები რა უნდა იყოს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღება ვენესუელის მხრიდან მივიღოთ, რა შეიძლება გააკეთონ მათ?
ჩვენ გვახსოვს რომ ქართულ ოცნების ხელისუფლებამ 5 წლის წინ როდესაც იყო მოვლენები და 6 წლის როდესაც იყო მოვლენები ვენესუელაში, მაშინ ხარი დაუჭირა ღიად ოპოზიციურ ლიდერ ხუან გუიდოს, რაც სწორი ნაბიჯი იყო ძალიან და მე ვფიქრობ რომ დღესაც შეიძლება მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და ერთგვარ დაკავშირება შემდგომ უკვე ახალ ლიდერთან და ახალ ლიდერთან უშუალო კომუნიკაცია და უშუალო მცდელობა იმასთან რომ დიპლომატიური ურთიერთობები გაღრმავდეს, აღდგეს და გაღრმავდეს, ოღონდ იმ პირობით რომ ეს ესე ვთქვათ ტერიტორიების აღიარება გაუქმდეს, რაც სრულიად შესაძლებელია, რადგან ახალ ხელისუფლებას ვინც არ უნდა იყოს ხოლმე ის ყოველთვის უნდა გარკვეულწილად საგარეო ლეგიტიმაციის მოპოვება და ამის ნებისმიერ ქვეყნის ხელისგან მნიშვნელობა არ აქვს ამას რა და ეს უნდა განხორციელდეს. ხოთაშორის სირიაში არაფერი გაუკეთებია საქართველოს ხო, მაგის თქმა უნდა, სირიის მაგალითს თუ ავიღებთ, არ ვიცი რამდენად ამაზე წავლენ, იმიტომ რომ სირიაში რატო არ გააკეთეს არაფერი ვერ ხვდები. გასაგებია სირიაში შეიძლება პირდაპირ რამდენიმე არგუმენტი არსებობდა რომ პირველ რიგში არ გააღიზიანეს რუსეთი შეიძლება იმიტომ რომ რუსული ბაზები ჯერ კიდევ იყო ან აქ სხვაობა ის არის ის ნამეტანის შორს არის შესაბამისად აქ პირდაპირ იდეაში პირდაპირ ესე ახლოდან რუსეთი თქოს არ ეჯახებიან შეიძლება ეს განცდა არსებობდეს და მეორე საკითხი შეიძლება იყოს აქ სხვათა შორის ეს მეორე საკითხი უფრო საინტერესოა ისინი ღიად ამბობდნენ რომ აი სირიის ხელისუფლება ახალი ხელისუფლება ალ-შარას ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი გარკვეულწილად ტერორისტული წარსული რახან მქონდა მას ამიტომაც ისინი რაღაც გვერდზე გაგდნენ ნუ ესეთი პოზიცია ჰქონდათ მათ და აი ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ახლა ვენესუელაში მას ვერანაირი ისე წარსული ვერ ექნება რომ მასთან მადუროზე უარესი წარსული ვერ ექნება მას მარტივად ვთქვა რა ეს არის ადამიანი რომელმაც მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას მადუროზე მაქვს საუბარი შინაური ცხოველები დაეკლათ და ეჭამათ შიმშილის გამო აი ამაზე წარმოუდგენელი ხელისუფლება არ არსებობს რომ საკუთარ მოსახლეობას შინაური ცხოველების შეჭმისკენ მოუწოდა ხო, ნუ საგიჟეთია და აქ მე მგონი კიდევ ერთი ძალიან კაი გამარჯვება იყო, რომ მადურომ გაქცევა ვერ მოასწრო და ასადის გვერდით არ დაიდებს ბინას მოსკოვში. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთ საახალწლო, ასე ვთქვათ, დღეებში მაინც გამონახეთ, რომ ძალიან საინტერესო იყო, მადლობა დროებით. მადლობა და კარგად იყავით, კარგად. მოკლედ ასეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი, დაახლოებით 5 საათში ამერიკის დროით 11 საათზე ტრამპის ბრიფინგია დანიშნული, ნახოთ რა განცხადებას გააკეთებს. ცოტა ხანში იმედია, ყოველ შემთხვევაში სანამ მე ვიდეოს ამ ფოტოს ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ყველაფრიდან გამომდინარე დიდი ალბათობით ნამდვილი უნდა იყოს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ვენესუელაში, როგორ განვითარდება მოვლენები ირანში. ვფიქრობ, აი ამ საახალწლო დღეებში საინტერესო ეპიზოდი შემოგთავაზეთ, ვისაც გაქვთ ინტერესი თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. დიდი მადლობა, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემთან ერთად იყავით და უსმენთ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ინტერვიუს. ძალიან გთხოვთ, თუ კი არ გაქვთ არხი გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიურეთ კომენტარებში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, ვინც არხის გამომწერია, ვინც დონაციით არის დაკავებული, მათ განსაკუთრებული მადლობა, ვისაც დონაცია გსურთ, შეგახსენებთ, რომ აღწერაში ანგარიშის ნომერია და შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის დონაცია, ასევე ვარ პატრეონზე, ესეც არის სუბსიდირების საიტი, სამი სხვადასხვა პაკეტზე შეგიძლიათ მუდმივი შემომწირებელი გახდეთ და შეგახსენებთ, რომ Telegram არხსაც ვაწარმოებ, სადაც დღის ბოლოს იქ ძირითადად უკრაინაზე ვყრი ხოლმე ვიდეოებს გარკვეული პერიოდულობით, ახლა საახალწლო პერიოდში პატარა პაუზა მაქვს აღებული. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. იმედია დაგაინტერესat, მე გავაგზავნებ თვალყურის დევნებას და პერიოდულად თუ კი რამე მნიშვნელოვანი მოხდება ან ვენესუელაში ან ირანში შემოგთავაზებთ ხოლმე ვიდეოებს. მოკლედ, დროებით ნახვამდის.